ქვეყანაში გავრცელებული გრიპის ვირუსის შემთხვევები ხშირად რთულდება და პაციენტებს ფილტვების ანთება ემართებათ. სტაციონარში მიმართვიანობა იანვრის თვეში მკვეთრად მომატებულია. მაგალითად, იაშულის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს საწოლების დამატება მოუწია. პედიატრი ნაირა სეხნიაშვილი მოსახლეობას ყურადღებისკენ მოუწოდებს და ურჩევს, რომ გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების პირველივე წუთიდან მედიკოსებს მიმართონ. ქვეყანაში 10-ზე მეტი ვირუსის შტამი ცირკულირებს და მაღალი ცხელება ელის, სახსრების ტკივილი, სურდო და ზოგადი სისუსტე ახასიათებს. მოგეხსენებათ, რომ ახლა არის ზამთრის პერიოდი და ასე რომ ვთქვათ, ბუმი რესპირატორული ვირუსული ინფექციების. 10-ზე მეტი შტამიც კი ცირკულირებს უამრავი რესპირატორული ვირუსები, მაგრამ რაც ყველაზე უფრო საშიში და საგანგაშოა, ეს არის გრიპის ვირუსი, როგორც A ტიპის, ისევე B ტიპის, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით რთულდება ქვემოსასუნთქი გზების ინფექციები და პნევმონიებით, მაღალი ინტოქსიკაციით გამოიხატება და განსაკუთრებით საფრთხილოა მცირე ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით 5 წლამდე, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში და ხანდაზმულებში. ხანდახან გართულებები პნევმონიის სახით ხდება ხოლმე და დამერწმუნებით, რომ გრიპის მიერი პნევმონია საკმაოდ რთულად სამართავია და ასეთი პაციენტები ნამდვილად ხვდებიან სტაციონარში. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში, რომ იყვნენ ყურადღებით, მაღალი ცხელება, ზოგადი სისუსტე, მადის დაქვეითება, კუნთების, სახსრების, თავის ტკივილი, ღებინება, დიარეა, რომლებიც გრძელდება 3 დღეზე მეტად, ეს არის ის საგანგაშო ნიშნები, რის გამოც აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებებიც და სტაციონარში მოხვედრაც.